დღევანდელი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ორგანიზაციები არიან განსაკუთრებულად რთული გამოწვევების წინაშე, რიგ შემთხვევაში ეს მოიაზრებს კომპანიების ყოფნა არ ყოფნის საკითხს. სწორედ ამიტომ გრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩვენი როლის მნიშვნელობას დავეხმაროთ და ხელი შეუწყოთ ორგანიზაციებს კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავებაში. FAS Group იწყებს კამპანიას მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს. რაც მოიაზრებს მხარდაჭერის მექანიზმები, რა სახის დახმარების მიღება შეუძლია დაინტერესებულ ბიზნესებს და რა გამოწვევებია მიმდინარე ეტაპზე იდენტიფიცირებული. ნათია სხვითარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი, საქმიანი დილა სტუდიაშია. ნათია, მომშვიდობის. მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. პირველ რიგში ბევრ თემაზე ვსაუბრობთ მიმდინარე პერიოდთან მიმართებით. ერთ-ერთი მთავარი თემა ვიცით რაც არის, მაგრამ ამ პროცესში ბიზნესებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოიკვეთა. რა არის იდენტიფიცირებული? ბოლოს რა კითხვას დავსვი. ამით მინდა რომ დავიწყოთ და რაში შეიძლება დაეხმაროთ ბიზნესებს თქვენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღესდღეობით მთლიანად ბიზნეს სექტორი დგას რთული გამოწვევების წინაშე, მაგრამ განსაკუთრებით დიდ პრობლემებს აწყდება მცირე და საშუალო ბიზნესი, იმიტომ რომ ცოტა მსხვილ ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი რეზერვები, სხვა თავდაცვითი მექანიზმები ასე თუ ისე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლები სირთულის წინაშე არიან, მაგრამ იგივე ბერკეტები ვერ აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს და ვეჩახებით ისეთ მოცემულობას, რომ რიგი ორგანიზაციები იხურება, რიგი ორგანიზაციები არ იხურება, მაგრამ სამოძრაო ფული არ აქვთ რეალურად და კი იბრძვიან, ცდილობენ, ვთქვათ, ოპერირებას, მაგრამ ნელ-ნელა ეს არის უშედეგოდ. განსაკუთრებით ეს ეხება, ანუ მე შემიძლია ვისაუბრო იმ კომპანიებთან, ვისთანაც პირდაპირ კვეთა მაქვს და შეხება. ეს არის ბიზნეს სექტორი, ტურიზმის სექტორი და მასთან დაკავშირებული სერვისები, ვისაც აქვს მაგალითად სასტუმროები. არიან მთლიანად, რამდენიმე სასტუმრო არის, რომელიც სრულად ჯავშნების გარეშეა. ან რამდენიმე თვით 5-6 თვით ადრე დაჯავშნილი ჯავშნები გაუქმდა. და შუალავერდა შემოთქვა, რომ 70% პრაქტიკულად ჯავშნები არ აქვს თბილისის სასტუმროებს. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ეს კამპანია, რაც წამოვიწყეთ მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს, ამის თავსართი ეს არის, რომ ბიზნესმა რომ იფუნქციონიროს სწორად და გამართულად, სჭირდება სტაბილური გარემო. ასევე სტაბილური და ხაზგასმით უსაფრთხო გარემო სჭირდება ინვესტორს, რომ რაღაცა თავისი ინვესტიციები განახორციელოს, ხომ და ეს მოცემულობა ჩვენ რადგან არ გვაქვს, პირიქით ხდება ინვესტიციების გადინება და ამას აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მოწმობს. FTS ნახეთ. კი ბატონო. და ეხლა ეს მანდ რა მაჩვენებელიც არის, ეს კიდევ შეგვიძლია მაგის ლავირება გავაკეთოთ რეალურად და ურთულესი მოცემულობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით რა. ამიტომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიც და რაღაცნაირად ისე რომ ერთად გადავრჩეთ. ეს არის უბრალოდ მე არ მინდა რომ ძალიან დავამძიმო და ახლა გავართულო და რაღაცა პესიმიზმი დავნერგო, მაგრამ ისედაც ძიმე ვითარება. ხო, ისედაც რთულ სიტუაციაში. ამიტომ რაღაცნაირად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ის რომ ხელი შევუწყოთ ამ SME სექტორს, უბრალოდ ამას ვთქვათ, ერთი ორგანიზაციის რესურსი ვერანაირად ვერ ეყოფა, ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს შემოგვიერთდნენ, მივმართეთ ასოციაციებს, უღრმესი მადლობა თქვენ რო გვეხმარებით ამის გავრცელებაში, მივმართეთ ბიზნეს მედიას და ეხლა რაში მდგომარეობს ეს მხარდაჭერა, როგორ უნდა დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, ამ ორგანიზაციებს, ხომ? რადგანაც აქვთ სერიოზული ფინანსური კრიზისი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება უნდა იყოს აუცილებლად პრობონო, ანუ უსასყიდლოდ და ამას უნდა ქონდეს თავისი ვადა. მე ძალიან ღრმად მჯერა, გულწრფელად და მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია დაალაგდება მალე, მაგრამ ეს მალე იქნება ალბათ სადღაც 1-2 თვე, ასე მგონია, გათვლით, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს არ გადააჭარბებს ამ პერიოდს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ მაგალითად ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე შეგვიძლია ბუღალტერია, ფინანსები, საგადასახადო კუთხით დავუჭიროთ მხარი, რაც მოიცავს რას? ანუ ორგანიზაციების ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს აღრიცხვიანობა სწორად, ხომ? მე სულ ვიძახი თქვენს გადაცემაშიც მრავალჯერ ყოფილვარ, რომ ორგანიზაციის სწორად ფუნქციონირებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური აღრიცხვა არის ერთ-ერთი წამყვანი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს მოცემულობა და მაჩვენებლები, როცა კრიზისია, რომ სწორად შეძლონ ოპერირება.
ჩვენ ამ მიმართულებით ჩავერთვებით, რომ მაგალითად გადასახადები დათვალონ აუცილებლად სწორად, რაც თავიდან აარიდებს შემდეგ საურავებს, ჯარიმებს და ასე შემდეგ. როგორ უნდა მართონ ფინანსები კრიზისის დროს? აი ამაში დავაკონსულტირებთ. ასევე ვთქვათ, შეგვიძლია 2025 წლის დაბიუჯეტირებაში დავეხმაროთ და ასე შემდეგ. თუმცა კომპანიას ახლა მხოლოდ ფინანსური ბანკების როლიც ხო აქვს მნიშვნელოვანია ამ ნაწილში თქვენი ეს თქო მოწოდება მათ შორის ამას ეხება. აუცილებლად ბანკებსაც ვთხოვეთ დახმარება, რომ თვითონ რიგ შემთხვევაში ახლა მაგ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთ, რომ სესხებთან მიმართებაში დაეხმარონ, მაგრამ აი ამ გამოწვევაში როგორც შეუძლიათ, იმიტომ რომ ბანკებს ყავთ ძალიან ბევრი კერა და ხელი მიუწვდებათ თითქმის ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ხო აი ხმის მიწვდენაში დაგვეხმარონ. და იმას ვამბობდი, რომ ვთქვათ ფინანსების მიღმა ორგანიზაციას სხვა ეგიდითაც სჭირდება დახმარება, ხო იგივე ის იქნება იურიდიული თუ ცოტა მარკეტინგი თუ ასე შემდეგ და ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს შემოგვიერთდნენ და ამ წამოწყებაში რაღაცნაირად ერთად შევძლოთ უფრო უკეთესი შედეგის დადება. არის თუ არა უკვე გამოხმაურება იგივე ამ კომპანიების მხრიდან, ერთი ვისაც ჭირდება დახმარება და მეორე ადამიანების მხრიდან, ვინც ამ პროცესში შეიძლება რომ ჩაერთოს. ესე იგი ჩვენ ახლა ეს მხოლოდ ასე ვთქვათ Facebook პოსტად დავდეთ და დღეს აი თქვენი ეთერით უკვე ვამცნობთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ შეუძლიათ ამით ისარგებლონ. გუშინვე რამოდენიმე ორგანიზაცია და ასოციაციები, რაც მთავარია, გამოგვეხმაურნენ და მზაობა თქვენს რომ ჩაერთონ ამ წამოწყებაში და უკვე რეგისტრაციის ლინკიც დაიდება, ვისაც სურვილი აქვს რომ მიიღოს მონაწილეობა როგორც ბენეფიციარმა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციამ და უკვე კვირის ბოლოს რაღაცა შედეგი გვექნება. აქვე ერთი მინდა დავამატო, FAS Group-მა გააკეთა აპლიკაცია, ეს არის FAS API, ციფრული ბუღალტერი, რომელიც ამისი ჯგუფიც არის, ლინკებს ყველაფერს გავაზიარებთ. მცირე მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი და ესე იგი შეუძლიათ ბუღალტრის ფუნქციას ასე ვთქვათ უნაცვლებთ რა რეალურად შეუძლიათ თავისით მაჩვენებლებიც აკონტროლონ ეს აპლიკაცია ადეკლარირებს თვის მონაცემებს აჯამებს გადასახადს იხდის ხაზინაში და ასე შემდეგ და ამით ისარგებლობაც 3 თვის მანძილზე უსასყიდლოდ იქნება მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელი და ამის შემდეგ იმედია სიტუაცია გამოსწორდება და რაღაცა ყველანი ერთად დავდგებით ფეხზე. კი ბატონო, იმეც ვიტოვებ მეც ამ ყველაფრის. ტურიზმის სექტორი ვახსენეთ, კიდევ სად რომელ სექტორებში შეიძლება იყოს გამოწვევა. ჩვენ ვიცით რა პერიოდიც არის ახლა სხვა თანაბარ პირობებში ახალწლო, წინა ახალწლო სამზადისი, ამ დროს მოთხოვნა როგორც წესი სტიმულირდება ხოლმე, ბევრი კომპანია ამ პერიოდს ელოდება იმისთვის, რომ გარკვეული შემოსავლები დააგროვოს შემდეგი თვეებისთვის, როდესაც უნარიანი იყოს შემდეგ, რომელი სექტორებია, რომელსაც ფიქრობთ, რომ ეს დახმარება სჭირდებათ მიღმა ტურიზმის სექტორში. სხვათა შორის ეს სექტორის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ვერ დაგისახელებთ მიმართულებას, რომელსაც ახლა კრიზისი არ აქვს, ხო. შეიძლება არის ერთეული კომპანიები, ან თუნდაც ათეული კომპანიები, რომლებიც ამ წუთას ვერ განიცდიან, თვლიან რომ ვთქვათ მათ არ ეხებათ, მაგრამ აუცილებლად ყველა შეეხება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სფერო, აი განსაკუთრებით წნეხში, როგორც გითხარით, არის ტურიზმი, სამშენებლო სფერო, აი განსაკუთრებულ წნეხში, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაყიდვები შეჩერებულია, მშენებლობა რიგ შემთხვევაში დასრულებულია, ჩვენთანაც შეხება გვაქვს და გაყიდვები ფაქტობრივად არ ხორციელდება და ასევე აი მომსახურების რომელი ერთი სფერო დავასახელო, რომელსაც ეხლა არ აქვს წნეხი და რატომ? შეიძლება ვთქვათ მარაგი კონდეს, შეიძლება სარეალიზაციო პროდუქცია კონდეს, ამაში არ იყოს პრობლემა, ვთქვათ იმპორტთან დაკავშირებით არ შეექმნას პრობლემა, ექსპორტს არ შეექმნას, მაგრამ სამოძრაო ფულის დეფიციტი აქვს რეალურად, ანუ გაყიდვები თუ არ გაეზარდათ, ფიზიკურად ფული ვერ იმოძრავებს. კი, ქეშის პრობლემა არის ძალიან აქტიურად. მადლობა ნათია სტუმრობისთვის. იმედია რომ ნაკლებ კომპანიას დასჭირდება დახმარება, თუმცა მადლობა ამ ზაობის, რომელიც გაქვთ, იმედია ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ, კომპანიები, ვინც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ ბაზარზე და სურთ რომ ეს დახმარება გაუწიონ მცირე და საშუალო ბიზნესს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება მათთვის ამ პერიოდში. FAS Group-ის მართველი პარტნიორი იყო ჩვენთან ერთად ნათია სვიტარიძე. მადლობა მას გადაცემაში მომბრძანებისთვის.